გამარჯობა მეგობრებო, მოკლე ვიდეოს ჩაწერა მინდოდა იმის შესაჯამებლად დღეს რაც მოხდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობდა დღეს და ისეთი განცდა მაქვს თითქოს რაღაცა ფილმს უყურებ, რომლის სიუჟეტი ხან იძაბება და ხან რაღაცა გამოსავალს ან ხედავ იმას, როგორ შეიძლება დამთავრდეს საბოლოო ჯამში სცენარი. დღეს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, მაშინ როცა ტაივანური ჩიპების მწარმოებელის TSMC-ის ხელმძღვანელთან ერთად მედიასთან ისაუბრა. მთავარი თემა ამის იყო ის, რომ TSMC შეერთებულ შტატებში $100 მილიარდ ინვესტიცია შემოიტანს, რაც ძალიან დიდი გამარჯვება პრეზიდენტი ტრამპისთვის. განსაკუთრებით პირველი 100 დღის განმავლობაში ეს ძალიან ესეთი სერიოზული ინვესტიციაა, რომელიც სამომავლო ძალიან დიდ ტექნოლოგიურ სტრატეგიაზეც არის გათვლილი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამ შეხვედრის დროს უპასუხა მან რამდენიმე ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას. ერთი იყო ის, რომ მოკვდა თუ არა შეთანხმების მიღწევის, იმედი უკრაინასთან და მან თქვა, რომ ეს ასე არ არის, რომ ჯერ ისე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კიდევ ერთი შეკითხვა იყო იმაზე, მიღებული აქვს თუ არა მას უკვე გადაწყვეტილება იმაზე, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს და მან თქვა, რომ ამაზე ახლა არ არის საუბარი და რომ მოლაპარაკებები ახლაც კი მიმდინარეობს, როცა ჩვენ ახლა აქვთ გავართ და ვსაუბრობთო. ასევე იყო დასმული შეკითხვა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმისთვის, რომ თქვენთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს ეს იყო კითხვა და პრეზიდენტმა ტრამპმა ამის პასუხად უთხრა, რომ მან ცოტათი უფრო მეტი მადლიერება უნდა გამოიჩინოს, ეს იყო ასე ვთქვათ პერიფრაზი იმისა, რაც მან განაცხადა. მან სხვათა შორის ასევე ახსენა საქართველო, ახსენა იმ კონტექსტში, რომ 2008 წელს, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუში, რუსეთი შეიჭრა საქართველოში და პრეზიდენტმა ტრამპმა ასე თქვა, რომ რუსეთმა წაიღო საქართველო, შემდეგ პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა წაიღო ყირიმი და პრეზიდენტ ბაიდენის დროს რუსეთი აპირებდა მთლიანად უკრაინის წაღებას, რაც მე შევაჩერეო, ესე კიდევ ერთხელ პერიფრაზია მისი სიტყვების. მან ასევე თქვა, რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადა უკრაინას ავარაუდოდ დაეცემოდა პირველივე დღების განმავლობაში და მან ეს დაუკავშირა იმას, რომ 2019 წელს სწორედ პრეზიდენტი ტრამპი იყო ის ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინას და სხვათა შორის მაშინ საქართველოსაც ჯაველინები მისცა და ტრამპმა ამ თავის გამოსვლისას თქვა, რომ ჯაველინები იყო ის იარაღი, რომელმაც რუსული ტანკები კიევის შესასვლელთან, ასობით რუსული ტანკი შეაჩერა და ამის გამო ტანკები კიევში ვერ შევიდნენ. მან ისევ გაიმეორა ის, რომ ჰუმანიტარული მიზეზებით აკეთებს ამას, რომ უნდა დაინახოს, რომ შეწყდეს ლამაზი ახალგაზრდა ადამიანების მკვლელობა, როგორც ის ამას უწოდებს, როგორც ერთ მხარეს, ისევე მეორე მხარეს. სხვათა შორის რუსეთზე საუბრისას მოაყოლა ის, რომ მე მაბრალებენო, რომ რუსეთს რაღაცა მივეციო, მაგრამ სინამდვილეში მე არაფერი მიმიცია რუსეთისთვის. რუსეთს მივეცი სანქციები და უკრაინას მივეცი ჯაველინებიო და სხვებმა ყველაფერი მისცეს რუსეთს. ესე ძალიან საინტერესო იყო, ერთგვარი შეცვლა იყო იმ ნარატივისა, რაც აქამდე გვესმოდა პრეზიდენტი ტრამპისგან. ის ძალიან ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და უნდა დაველოდოთ და ალბათ ვნახოთ ესეც შეიცვლება თუ არა რამე ფორმით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს გაკეთებული განცხადება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ხვალ პრეზიდენტი ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს საღამოს სიტყვით და თქვა, რომ ხვალ უფრო მეტი გახდება ცნობილი როგორც უკრაინასთან შეთანხმებაზე, ასევე სხვა თემებზე. მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვალ იტყვის ყველაფერს ისე, როგორც საქმე სინამდვილეში არის. ასე რომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ხვალ რა მოხდება. სავარაუდოდ დღეს ამ წუთებშიც მიმდინარეობს ისევ უკრაინასთან მოლაპარაკებები და ამისი პასუხი შესაძლოა ხვალამდეც ვიცოდეთ, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის გამოსვლისას ყველა ვარიანტში გავიგებთ ყველაფერს.
ეს იყო სულ მგონი ეს მთავარი თემები ტრამპის გამოსვლამ თითქოს დაამთავრა დღევანდელი დღე, მაგრამ რა ვიცი შეიძლება არც დაამთავრა ჯერ. არც ისე გვიანია და შეიძლება მოხდეს კიდე რამე ვნახოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ დღეს ჩარტებშიც ვისაუბრე ამაზე და ახლაც ვიტყვი, რომ ალბათ კარგი იქნება, რომ დავაკვირდეთ ნარატივებს, დავაკვირდეთ იმ დიდ გზავნილებს და ძირითად მესიჯებს, განსაკუთრებით უკრაინას, როცა უკავშირდება საქმე და ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ემოციების გარეშე რომ შევაფასოთ ის რა ხდება და ვინ რა განცხადებას აკეთებს. სამწუხაროდ მაინც მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ და დაველოდოთ რა მოხდება ხვალ. ალბათ წარმატებულ ღამეს გისურვებთ და ვეცდები რომ ხვალ ჩავწერო კიდევ ვიდეო. ნაბადროებით.